მათი გამძვრა ხელიდან ისე ხოჭია რა. გასაშენ მანქანაზე პულის არ გავანაცვლე. დიდი ხანია E39 აღარ გადაგვიღია, ჭრილში იყო ამდენი ხნის განმავლობაში, პატარა აპდეიტებიც გვაქვს, მაგრამ ამდენ რაღაცას რო ჩალიჩოთ საბოლოო ჯამში მინდა გავტესტოთ, ანუ ეს ცხენები რას დავდეთ, რა 360 იყო, 364 აღარ მახსოვს დაახლოებით. და ინოზე რეალურად მაგ ცხენს იყენებს? თუ ჰაერში წერია უბრალოდ ეს ცხენი. ამისთვის ჩვენ მოვიყვანეთ არაჩვეულებრივი Mercedes C32 კომპრესორი, რომელიც დაახლოებით იგივე ცხენზეა. მოდი დღეს ვნახოთ Mercedes-ი, ტრადიციული თემა თუ BMW. თან მე ცოტა დრაგის თემებს გავიხსენებ, ცოტა ფორმაში მოვალ, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე არ გვიდრაგავია და ვნახავთ როგორ ფორმაშია ჩვენი BMW. ჩვენი დრაგის სპონსორი არის კომპანია Sokari, ძალიან დიდი მადლობა Sokars-ო გვერდში გვიდგას. თუ დრაგის მოყვარული ხარ და ახალი ხარ ამ არხზე შეგიძლია subscribe მისცე, გამოიწერა ჩვენი არხი და კარგად მოკალათი, იმიტომ რომ დღეს გელოდება ლეგენდარული ბრძოლა BMW-სა და Mercedes-ს შორის. ჩვენი Mercedes-ის ფლობელი არის გიორგი მელაძე, მადლობა ამ არაჩვეულებრივ. ანუ მე რა მევასება, იცი რომ აი ერთი თაობის რო არის და ორივე ნაბრძოლველი რო არა, წევან კენჭებზე და რაღაცებზე საუბრობდით, აქ პატარა რაღაც გამოსმული არა, კენჭები აქვს. ვიცი რომ კომპრესორია, ვიცი რომ შენი არის 6 ცილინდრიანი, ხო? და დანჩენი შენ მომიყევი, რამდენი ცხენია, რამე გაქვს თუ არა გაკეთებული? აი, გაკეთებული არაფერი არ არის, სტანდარტით C32 არის, გაგრილება აქვს მხოლოდ, ეს რავი, ჩვენ დავასებისეთ. ვისი გაგრილება აქვს დაყენებული? კომპრესორის გაგრილება აქვს? ხო, აი, კომპრესორის გაგრილება აქვს დაყენებული. არ გაცხელეს, ამის პრობლემა არის, კი იცი რა. კი. ჩვენი დავასერვისეთ ეს რავი, სტოკიშკი ვიაყენია, სტოკი კოლექტორები აყენია. აი, სხვა არაფერი, ჩვეულებრივი სტანდარტი C32. მოდი ბარემ ჩაგვახედე, შევხედავთ. ისე გუში რო არ მოგატყო აქსელერაციის იმებს, ნახულობდი ონბორდებს და ძალიან მოჭიდებაში ცუდი არ არის. კი, ანუ სტარტი კარგი აქვს. აგრესიული სტარტი არ აქვს. კარგად იწვრება რა. პირველში არ მუხსაობს და მაგრამ მიდის და მიდის. ეგ ვიდეოები YouTube-ზე თუ ნახე, ანუ სტანდარტად ძრავე რა. ანუ მანუალით დაძრა ვაფშე სხვა არის. ხო ავტომატიკა არის. კი. C32 მე მგონი არც გამოდის მექანიკა როგორც არ მექანიკა ხალხურად არ გამოდის, მაგრამ ეს ხალხური მანუალით არის რა. იაპონური მანქანა არის. მანუალით უკვე ცოტა სხვანაირად იძროა ვიდრე სტანდარტით. ხო, ეგას მოიცა მანუალ შენ მექანიკას მეუნები? ხო რა, ანუ სიჩქარეს არ თავს თავისით. კაი, აი ზუსტად ესე იგი რეები გვაქვს შეცვლილი, ერთი არის შემშვების სისტემის. ხო, ეს intake არის ანუ top speed-ი, ოღონდ აი ის იმას ცოტა ჩები აქვს. ისეთია რა, ანუ ხალხული ჯობია, ჯერჯერობით. მაგრამ ამის მოგვარება შეიძლება. დანჩენი სტანდარტულია. საბურავს ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ანუ ხო, სიცხე არის უკვე რა. სიცხეც არის და არის ბუქსავი სავარაუდოდ თავიდან და ის მაინტერესებდა კიდე. ბლოკირება აქვს ამას? AST ხიდი არის ბლოკირება, ანუ თანაბრად იძრება, ანუ ერთ-ერთი ხო არ ბუქსაობს. არა, ანუ მიდის ისე. LST არ არის, AST ხიდი არის რა. ზოგადად ეგრე მოყვება ხოლმე 306 ხიდი აყენია ამას თავის ხალხს. ჩემთან სვარკა არის ჩვეულებრივ, მამა პაპურის სვარკაა და მათ შორის მაინც კარგად იძრება. მაგას რეალურად ჩემთან მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პირველში, თორე მეორეში და მესამეში უკვე ამ მანქანის შემდეგ რა მანქანის ყიდვას აპირებ ისე მითხარი. მაინც. ანუ მოიცა აპირებ გამოსვლას თუ არა? თუ დააპირებ მანქანის გამოსვლას, ჩვენ ახალი მეგობარი კომპანია ყავს, რომელიც ხარში დაგვიდგა უკვე, იმიტომ რომ იცის რომ სილვიას ძალიან ბევრი ფინანსები ჭირდება და ძალიან დიდი მადლობა. პრემიუმ ლიზინგია ეს და მოკლედ მანქანის შეცვლას თუ დააპირებ და თანხა დაგჭირდება, შეგიძლია პრემიუმ ლიზინგს დაუკავშირდე, 0%-ია გაცემის საკომისიო, 1000 ლარიდან 100.000 ლარამდე შეგიძლია მოითხოვო და როგორც უკუ ლიზინგი, ასევე ავტო ლიზინგი, ანუ ორივე სერვისი აქვს ასე ვთქვათ და რამე თუ იქნება შეგიძლია გამოიყენო. თქვენ კიდე description-ში აღწერაში იქნება მათი საკონტაქტო, ვინმეს თუ გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ თანხა. მოკლედ სტუმარს უთმოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ C32-ია ჩვენი სტუმარი, ვნახავთ ეხლა C32-ის დროებს, შევადარებთ, თადარიგს დავიჭერთ, რამდენად აგრესიულად უნდა ვატაროთ E39-ის, რა თქმა უნდა, ხუმრობით, იმიტომ რომ ბოლომდე აგრესიულად უნდა ვატაროთ, სხვა გზა არ არის და ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს ჯგუფი Facebook-ზე, დავდგეთ ძმა, ჯგუფს ქვია ალექსანდრე ხეროდინაშვილი Drop Drifting-ს, სადაც შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის სურათი ატვირთოთ, ცხენის ზალა მიაწეროთ აუცილებლად, შემდეგ აგარჩევთ საინტერესო წყვილებს და მოვალთ აქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დავდგეთ ძმა სერიების გადასარევად. როცა გინდა დასტარგეთ.
რომ სტარტში ვაჯობებით, არ ვიცი, ნახოთ. არის ხოლმე მომენტები, როდესაც ხმა ეს ბათქაბუთკი და ეფექტები გატყუებს და სინამდვილეში გარედან ხარ ძალიან ნელი. როგორც ახსოვს 13 და 7 ეწერა ქარხნულს დრო და შევადარებთ ეხა უკვე გიოს დროს ვნახავთ რამდენად ახლოს არის ქარხნულად. გარბენი რო აქვს ავტომობილს ყველა ვარიანტში უფრო ცუდ დროს აჩვენებს ხოლმე და თუ მოწესრიგებული აქვს ყველაფერი გამართული სისტემა აქვს, ვცდილობს რომ ქარხნულთან უკვე ახლოს იყოს დროები და ჩვენც ეხა გვინდა სრულიად ჯამთელი C32 დავაჯახოთ ჩვენ. მოკლედ, გვიყენია ტურბო გეცოდინება, რომ მოდიოდი პრინციპში გითხარი კიდევაც. გვიყენია ანტიზეთი არის ესეთი სისტემა, რომელიც თუ აი კრიშკიდან, ანუ სახურავიდან აქცევს ზეთს და ტურბოზე ესხმევა და დიდი რისკი გაქვს, რომ ამ სხვარიჯერებ მართლა. რაღაც მოკლედ ვიწვებოდი რა და უაჭველი ცეცხლი გაგვეკიდებოდა დღეს, მაგრამ თუ ცეცხლი გაგვეკიდებოდა, ეხლა რა კაი პლეისმენტი გამოვიდა და ამერების. ძალიან ბუნებრივი. ეს მართლა მიგვი. ასე რომ თუ რაღაცა არის, მაინც გეცოდინება. ხო, არა საჭირო არის რა. ხო, კი. ბუსტი იგივე გვაქვს, ცოტა რო დაცხა, ოდნავ ჩამოვიდა, იმიტომ რომ სიცხეში რატომღაც რა ეგ ბუნებრივია, ცოტათი დაბლა ჩამოდის ხოლმე, მაგრამ შენ რო კომპრესორი გაქვს, შენ სიცხეზე ალბათ სენსიტიური ძრავია. კი იცით რომ 360 ცხენი გვაქვს. ის კოლოფი, რაზეც ადრე ჩვენ ვლაპარაკობდით ხოლმე, იმდენად კომპლექსური, შენც თუ უყურე ბოლო ვიდეოს. ყველა ვიდეო ნახე. ხო, და გეცოდინება რომ კოლოფი ხო გქონდა სეკვენტალი, მაგრამ იმდენად კომპლექსური გახდა, ორი ნასოსი დავაყენე, გაგრილების სისტემა მოითხოვა, იმდენი მავთულები და რაღაცები გაყვანა, დაგვჭირდა რომ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ არა პრაქტიკულობაში გადავიდა ეგ ყველაფერი. კაი, ასეა თუ ისეა, მოკლედ აქ ის ძირთად სხვა არაფერი არ არის, ყველაფერი იგივეა, შკივებიც ქარხნული აქვს. პომპიშკივები და რაღაცები. შორს M3-ს რო ემუქრებოდი, მე წავიკითხე და ცუდად მოხვდა, იმიტომ რომ მე მგონია რომ M3 E46 ამას სტრაფია და ნახოთ. დანჩენს კიდე თქვენც ნახავთ ვინ გავა წინ. ვარაუდები მითხარი ისე. ეს ხო არ გამოხდა კადრში. მოკლედ, ჩემ ვარაუდს გეტყვი რა. მე მგონია რომ მაღლებში წახვალ. იმიტომ რომ მგონია რომ თორქი ამას მეტი აქვს. მაგრამ თუ მე ვიყო ჩაღე და თუ ძალიან არ დავბერდი, ფიქრობ რომ პირველი მეორე კარგი მექნება რა. შევხვდებით ტრასას კი. დღეს პირველად ამ მანქანაში ვტესტავთ პაკელოს Z-ს. ოღონდ ცოტა თადარიგი დავიჭირე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ზაფხულში ტრეკზე მოგვიწევდა სიცხეებში ამ მანქანის ასე ვთქვათ, აქტიურად აგრესიულად მოხმარება და ჩავასხით 1060-ზე. 1060 პაკელოს აქვს რეისინგ მიმართულებით, ანუ ვისაც გჭირდებათ აი ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით რუსთავში, რადგან ძალიან ცხელა, შეგიძლიათ თადარიგი დაიჭიროთ. ცოტათი სქელი Z-ია, არის რეისინგ ხაზის მიმართულებით. უფრო სტანდარტულ ძრავებს უფრო ნაკლებად ჭირდებათ ხოლმე, მაგრამ ჩვენ მაინც ვასხავთ იმის გამო, რომ ვიცით დიდ ტემპერატურებზე რომ მუშაობს ძრავი, ძალიან კარგია Z-ის მხრივ რა. და ზოგადად BMW-ს ძრავებს, აი ამ თაობის BMW-ს ძრავებს ძალიან ხშირად ჭირთ ხოლმე, რა იცი რომ Z-ი რო ხურდება, ეგრეთ წოდებულ ტალკაწელებს ეძახიან რა, ესეთი სპეციალური ძრავში ნაწილია, რომელიც Z-ით უნდა შეივსოს და Z-ი ძალიან რო თხელდება, მე ხმას იკიდებს ძრავი და ხვდები რომ რაღაცა პრობლემაა რა და დღეს მაგასაც გავიგებთ რეალურად პაკელოზე მსგავსი პრობლემა გვაქვს თუ არა E39-ზე, ესეთ ძრავებზე, მით უმეტეს, როდესაც არ არის ტურბოზე გათვლილი და ჩვენ ძალით დავაყენეთ ტურბოს სისტემა რა. E39 რაც შედარებით მოვაწესრიგეთ და გავამექანიკეთ და 3 დისკიან ცეპლენია სანამ დავაყენებდით, არ გვაქვს გატესტილი დრო. დღეს მინდა რომ რეალურად დრო ვნახოთ, ცხენებთან შესაბამისობაში დადის თუ არა მანქანა, გავარკვევთ რა, რომ ეს ცხენები მხოლოდ რაღაც პიკშია, დაინოს მიხედვით პიკში იყო კაკრას. დროსთან მიმართებაში როგორ მუშაობს და ზოგადად რამდენად კარგად ირთვება და რა დროის დაწერა შეუძლია 360 ცხენს E39-ზე.
საათი გამძვრა ხელიდან ისეთ ხოძეა ბრატ. წარმოიდგინე, ანუ საათი აწყდა, აქსელერა გიგადატურთვისგან აწყდა. წარმოიდგინე. რა მანქანა არის? სანდო იცი როდი შეგილია კომპანიაზე თქვა, როდესაც 1 წელია უკვე მხარში გიდგას, უკმაყოფილო კლიენტები არ ყავს და ზუსტად ესეთი კომპანია ჩვენ ყავს, ჰოაუტო იმპორტი, რომლითაც შეგიძლიათ ამ ამერიკიდან, ან კორეიდან არჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი, რაც დაგევასებათ, მოგეხმარებიან არჩევაშიც, Carfax-ის შემოწმებაშიც, ანალიზშიც და ამის შემდეგ, როდესაც თქვენი ყველა სურვილი დაკმაყოფილდება, შეუკვეთოთ ავტომობილი HOAS. პრომოკოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხერო, ბენეფიტები გექნებათ ჩვენგან, ყველაფერში დაგეხმარებიან, მოგხედავენ, კორეაში აქვს საშუალება, რომ ადგილზეც მივიდნენ და გადაამოწმონ რაღაც კონკრეტული დეტალები და უკვე მაგის შემდეგ თუ ყველაფერი ოკეი იქნება, წამოიყვანონ ავტომობილი. მოკლედ თუ ავტომობილის ჩამოყვანა გადაწყვეტეთ, HOAUTO import შეგიძლიათ მიმართოთ. მგონია რომ ადგილზე გამარჯვებული ყავს უკვე, მაგრამ სიჩქარე გავმაზენ. მაგრამ ნახე როგორი მომენტია, სიჩქარე რომც არ გამემაზა, მაქსიმუმ ახლოს ყოფილიყავი. ანუ ვერ გასწრებ რა, ფაქტია. ეხა ერთი მაინც უბრალოდ როგორი ის არის, იცი? ეს ჟინი რო გაქვს, ხო იცი? მოდი აქ, მოდი აქ. BMW Mercedes-ის. ხო, ეგ თემა არის. ერთი მაინც გავსინჯოთ, უბრალოდ მაინტერესებს მე რომ თუ სიჩქარე არ გავმაზე, შენთან ახლოს ვიქნები თუ არა. და კარგი აქ, აი პირველში ძალიან ბევრს ვუხსაო, და მრთებ. მოკლედ, პროკოს უგემრიელი სნეკები გვაქვს, სანამ ჩვენი მანქანები გაგრილდება, შეგვიძლია დააგემოვნო. მადლობა. პრინციპში ამას მანქანაში მოვტეხავ ეს. თუ გემრიელად შევჭამ. ეს წამი. გასულ შენ მანქანაზე პულისა რო გავანადგურე. როგორ შეიძლება დავაყო? ეხა მოდი აქ. ზოგადად, აი ეს კაცებს ვემართება ხოლმე. აი ეს. და მანქანებსაც რო დაიმართოთ, ჩემი აზრით ვაფშე არ არის გასაწევი. ხო და ეხა ამის გაკეთება შემიძლია თუ არა, უნდა გავარკვიო. თუ შემიძლია ერთ ძაისდაც ვივლით. თუ არა და მოგვიწევს ესე შუაში ამ ყველაფრის გაწყვეტა. რაც არ მინდა ძალიან მუღამში ვარ, მაგრამ ცოტა უნდა გაგრილდეს, თორე დავიბრიდები და მაითა გაჩერდით ამიღვანეს ზევით გავიღუდებ. 400-ი გაზომია. დამოდი ფეხი თავა რამდენში გაივლიო 400-ს. გინდა დრაგი მოგცეთ? დრაგია წალი. მოკლედ მივმართავთ სასმელების კომპანიებს. გვჭირდება სასმელების კომპანიები, გვჭირდება ამ სერიებში, ასე რომ მოდით აზზე ცოტა ვითანაშაულოთ რაღაც აქეთ-იქეთ ეხა შევისხავდით წყალს, რავი, შუბლზე დავლევდით, რავი, რატომაც არა. დაბლა იქნება აღწერაში ჩვენ მეილი საკონტაქტოები რაღაცა დაგვირეკეთ. მოკლედ, გავაკეთეთ გადამრთველთა კულისა უნდა მეკითხოთ, გადართველთა რიჩაგი გავაკეთეთ, მაინც რიჩაგი ვთქვით. საბოლოო ჯამში ეხლა
ადგილიდან გიო მოიგო, მაგას წყალი არ გაუვა აშკარად, ვებძრათ ამან ისე როგორც საჭიროა. კი, და გაგორებულიდან პირველი ალბათ 1.30-40 სანტიმეტრით მე შეგასწარი და ხო, კრილო გაუწიაო, ზუსტად აი ეგ თემა იყო და მე შენ შემასწარი. ასე რომ ერთ-ერთია გაგორებულიდან, ეხა ვაპირებთ რომ სანამ ავდუღდებით და მანქანების გადადუღდება და ყველაფერი დაიბუგება, ერთ საფინალო გასვლას გავაკეთებთ და გადაწყდება უკვე გაგორებულიდანაც როგორ დაალაგდება ჩვენი Mercedes-ი BMW-ს თემები. ისე საინტერესო არის, რაოდენობა უნდა დავითვალო, რამდენჯერ მოიგო Mercedes-მა და რამდენჯერ BMW და მაგის ბალანსი უნდა შევადგინო ხოლმე. ძალიან საინტერესო იქნება. წავედით, საბოლოოდ. წავედით. მოკლედ, BMW-მ არ გვაცადა, მაგრამ Mercedes-ნიკებს გემუქრებით. აქ ყველაფერი არ მორჩენილა ჯერჯერობით და ჯერ ყველაფერი წინ არის რა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა გიო, მართლა ვისიამოვნე. თან რას თავარია BMW-ს გავტესტეთ და ძალიან მიხარია რომ ახლო კონკურენტები აღმოჩნდით გაგორებულიდან და ის ცხენები, რასაც შენ იძახდი და მე ვიძახდი, მართლა ახლოა რა. თქვენ კიდე არხი გამოიწერეთ. მადლობა გიოს შეგიძლია დაუწეროთ კომენტარების სახით, ვინცაც გიო გევასება და ვინც იცნობთ და მომავალ შეხვედრამდე. ადიოს.